იური ბაზაგაშვილის მკვლელი დაკავებულია. საგანგებო ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში 1 საათის წინ გაიმართა. უწყების ინფორმაციით ბაზაგაშვილის მკვლელი მოქმედი პოლიციელი გია სოსანაშვილია. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მკვლელობის მოტივებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრა, თუმცა როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და მათ შორის ერთ-ერთი ვერსია, რომ მკვლელობა ზურაბ ბაზაგაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოხდა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამზობრო ღონისძიებების შედეგად დაკავებული არის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი, ეგრეთ წოდებული ფალიის სახელური, რომელზეც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა ადამიანის დნმ-ის კვალი. სახელურზე შეინიშნება ეგრეთ წოდებული იზოლენტის გადაკვრის კვალი. ანუ ერთი მხარე არის წებოვანი. ეს იზოლენტის გადაკვრა ის დამოკიდებული არის თითეული პიროვნების, თითეული ადამიანის, ესე რომ ვთქვათ, ჩვევებთან, რომელსაც ურთიერთობა აქვს ასაფეთქებელ ნივთებთან. ბევრი ადამიანი, ესეთი პიროვნებები, ვთქვათ, იყენებენ რეზინით აბავენ ამ ფალიას, ზოგი ძაფით აბავს, ზოგი იზოლენტით აბავს, რომ აირიდონ თავიდან რაღაც გაუთვალისწინებელი აფეთქებები. ამ შემთხვევაში მკვლელმა გამოიყენა იზოლენტი. სწორედ იზოლენტის წებოვანმა გარსმა უზრუნველყო ის, რომ ამ სახელურზე დარჩა დნმ-ის კვალი. ეს არის მკვლელის შეცდომა, რომლითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა დასამალი არ არის გაგვიმართლა. ესეთი გამართლება ბევრ საქმეზე არ ხდება, მაგრამ გაგვიმართლა და ამ შეცდომის საფუძველზე ჩვენ შევძელით და ამ სახელურზე აღმოჩნდა დნმ-ის კვალი. იური ბაზაგაშვილის საქმის გამოძიება კვლავ გრძელდება. მე შეგახსენებთ, რომ ბაზაგაშვილი 20 იანვარს კასპიის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.